ხაშურში ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ კილაბერიძეა. მოკლულები კი კომპანია ბილდმორის თანამშრომლები არიან. დაკავებულის ადვოკატის თქმით, კილაბერიძეების კარიერიდან წიაღისეულს იპარავდნენ. ოჯახი კი ამ ფაქტის აღკვეთას 6 თვე პოლიციისგან უშედეგოდ ითხოვდა. მისივე ინფორმაციით, დღეს მორიგი დაპირისპირებისას ნიკოლოზ კილაბერიძეს ერთ-ერთმა მოკლულმა შეურაცხყოფა მიაყენა. კილაბერიძემ კი აღელვების ნიადაგზე იარაღი დაისროლა. მას ახლა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მეცხვარეს დმანისში ნიჩბებითა და ხელკეტებით სცემეს. მომხდარიდან 4 დღე გავიდა, თუმცა დაკავებული არავინაა. 49 წლის კაცი ამბობს, რომ თავდასხმაში 5 პირი მონაწილეობდა. დაზარალებულის თქმით, ცხვრის ფარა ცენტრალურ გზაზე მიყავდა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად დააკავეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ბრძანებით ლა-მანშის სრუტეში 6 საათიანი ოპერაცია ჩატარდა. ბრიტანელმა სამხედროებმა ტანკერს მირტოსის ბორტი დაიკავეს. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და მათ, ვინც პუტინის ომს აფინანსებს, ახსენებს, რომ ვერ დაიმალებიან, აცხადებს სტარმერი. ისრაელის არმიამ დღეს ბეირუთზე საჰაერო იერიშები მიიტანა. თავდაცვის ძალების ცნობით დაბომბეს ჰეზბოლას სამიზნეები. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს იყო პასუხი დილით ისრაელის ტერიტორიაზე ჰეზბოლას 3 დრონის აფეთქების გამო.